ამ ვიდეოში უკვე დავიწყებთ საუბარს იმაზე, თუ როგორ დაიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოკუპაცია სხვა რეგიონების, როგორ როდის გადაწყდა ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ გასვლა და ვინ იყო პირველი მსხვერპლი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 1823 წელს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მონრომ თავისი ეს თქვათ დოქტრინა შესთავაზა მთელს მსოფლიოს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ მასში დასავლეთ ნახევარსფეროში ამერიკას არ უნდა ყავდეს არანაირი სამხედრო კონკურენტი. ანუ ამ დოქტრინის მიხედვით მთელის ნახევარსფერო არის ამერიკის შეერთებული შტატების ჭყალებში უკანა ეზო, თვითონ ასე უწოდებენ backyard. და ასე ვთქვათ, აი ეს მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, როგორ უყურებს ამერიკა დასავლეთ ნახევარსფეროს. ხო, და აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს კონკურენტი არ უნდა ყავდეს ამ ნახევარსფეროში და შესაბამისად ესპანეთი, რომელიც არის ამერიკის შეერთებული, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლონიზატორი ამ ნახევარსფეროში, გასაძევებელი იყო და მოდით ნახოთ რა მოხდა. ანუ ამერიკელი ქარხნები ხო როგორ უყურებდნენ რა ვაშინგტონის სიტყვები გასახსენებელი, რომ ამერიკელი ქარხნები აწარმოებენ უფრო მეც, ვიდრე ამერიკელ ხალხს შეუძლია გამოიყენოს ან მოიხმაროს. ამერიკული მიწა აწარმოებს უფრო მეც, ვიდრე ისინი შეძლებენ მოხმარებას. ეს 1897 წელს, ასე ვთქვათ, გაიმეორა ეს სიტყვები სენატორმა ალბერტ ბევერიჯმა ინდიანას შტატიდან. მან დაამატა ბედმა წინასწარ განსაზღვრა, ჩვენი პოლიტიკა, მსოფლიოს ვაჭრობა უნდა იყოს აუცილებლად ჩვენი. ხო, აი ესეთი შეხედულება ჰქონდათ ამერიკელებს და აქვთ დღესაც. და 1898 წელს ესპანელებისთან ამერიკელებს კუბაში მოხდა ომი. როგორ მოხდა, ძალიან საინტერესოა. 1895 წელს, როდესაც კუბაში ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოაცხადა ამბოხება კოლონიზატორების წინააღმდეგ, კუბა დაპყრობილი ყავს ესპანეთს, წველის ექსპლუატაციას უწევს ხალხს, რესურსებს და ასე შემდეგ. აჯანყდა 95 წელს კუბის მოსახლეობა ესპანური კოლონიალური ძალის წინააღმდეგ. და საუკუნეებია უკვე ატანჯავს ესპანეთი კუბას. ენა დაკარგა წარმოიდგინეთ ხალხმა და კუბა ესპანურად ლაპარაკობს დღესაც. აშშიმ გაამწვავა ეს დაძაბულობა, მიეხმარა კუბას. კუბელი ამბოხებულებს იარაღი მიაწოდა. და თეთრი სახლი ზოგადად იყო ომის მხარეს. რატომ? იმიტომ რომ რასაც ხადებდა თეთრი სახლი აქ, რომ იგი შეუძრა დემოკრატიას ექნება საფრთხე კაცო კუბაში და ეს ესპანელი ჩაგვრელები უნდა მოვიცილოთ, რომ გავანთავისუფლოთ კუბელები და მათ აქვთ უფლება თავისუფლად და დემოკრატიულად იცხოვრონ. ხო არ გეცნობათ ნარატივი. ხო, და რამოდენიმე ჟურნალისტი, გამორჩეული ჟურნალისტი იქნა შერჩეული ამერიკის მთავრობის მიერ, კერძოდ ესენი იყვნენ უილიამ ჰიერტი და ჯოზეფ პულიცერი. დღეს არსებობს მათ შორის პულიცერის ჯილდო კარი ჟურნალისტებისთვის. უილიამ ჰიერტი იყო ნიუ-იორკ ჟურნალიდან და ჯოზეფ პულიცერი კი ნიუ-იორკ World-დან. ესეთი გაზეთებია. მათ დაიწყეს ესეთი კამპანია. ჰიერტმა მაგალითად ხატვარი ფედერიკ რემინგტონი გაგზავნა ჰავანაში, ჰავანა არის კუბის დედაქალაქი. იგი ამბობს, არაფერი ახალი, ყველაფერი წყნარად იქიდან პასუხობს ხატვარი. რა ხდებაო ჰავანაშიო? ხო, გამირკვიეო. და ხატვარი პასუხობს. არაფერი ისეთი არ არისო, კაცო, ყველაფერი წყნარად არის. აქ ომი არ არისო. სახში მინდა დაუბრუნდეო. შეატყობინა რემინგტონმა კუბიდან. ეს რემინგტონი, როგორც აღნიშნეთ, ხატვარია. რაზეც ჟურნალისტმა პიერტმა უპასუხა, გთხოვთ დარჩით, მომაწოდეთ სურათები, მე ომს მოვამზადებ. ნახეთ მეგობრებო, აი ასეთი საინტერესო ამბავია. ომს მოამზადებს თურმე ამერიკელი ჟურნალისტი. დაკვეთა. ნიუ-იორკ ჟურნალმა ნიუ-იორკ ვორლდმა შემდეგ დააბეჭდეს გამოგონილი და გადაჭარბებული ისტორიები ესპანეთის სისასტიკეების შესახებ, კუბელი მოსახლეობის წინააღმდეგ. ხო, დემონიზაცია მიმდინარეობს, ესე იგი, მეგობრებო,
ესპანელების, ჩვეულებრივი ტაქტიკაა, ხო? დღესაც იგივე ხდება სხვა ქვეყნების მიმართ და რათა შეეშინებინათ ამერიკის მოსახლეობა. რას წერდნენ? ნახეთ ის სისხლი ქუჩებში, ჰავანაში, სისხლი ველებში, სისხლი კარის ზღურბლებზე, სისხლი. ესე წერდნენ ჟურნალისტები. განა არ არის არც ერთი ჭკვიანი და არც ერთი მამაცი, ვინც დაეხმარება ამ ქვეყანას, კუბას, რომელიც სისხლის მადას მოურევია. წერდა ომის მხარდაჭერი წერდნენ ჟურნალისტები. ჰერტმა იცოდა, რომ ომის პროპაგანდაში არ აქვს მნიშვნელობა სარწმუნოა თუ არა ინფორმაცია. თავარია ის მუდმივად მეორდებოდეს და მიეწოდებოდეს მოსახლეობას სხვადასხვა მედია საშუალებებით. კიდევ ერთხელ წავიკითხავ, მეგობრებო, რომ წარმოდგენა გქონდეს, როგორ მუშაობს გეოპოლიტიკაში პროპაგანდა. ნახეთ, რას ამბობს გამოცდილი პროპაგანდისტი, ამერიკელი ჟურნალისტი. ომის პროპაგანდაში არ აქვს მნიშვნელობა სარწმუნოა თუ არა ინფორმაცია. თავარია რომ ის მუდმივად მეორდებოდეს და მიეწოდებოდეს მოსახლეობას სხვადასხვა მედია საშუალებებით. აშშ-ს ახლა მხოლოდ ერთი დრამატული ინციდენტი სჭირდებოდა და ის მალევე მოხდა. 1898 წლის 25 იანვარს ესპანეთის პროტესტის მიუხედავად ამერიკული საბრძოლო გემი USS Maine შევიდა ჰავანას ნავსადგურში და ღუზა ჩაუშვა. ახეთ მეგობრებო, კლასიკური false flag-ი მზადდება, ხო? რა არის false flag-ი? False flag-ი არის ისეთი სამხედრო სადაზვერვო მოქმედება, როდესაც ინციდენტი შენ თვითონ გააკეთე, ან მოაწყო, ისე რომ ტერს მეტი გზა არ დარჩენოდა, რომ მოეწყო, რამე პროვოცირება მომხდარიყო და მთლიანად გადააბრალე შენს მტერს, თითქოს ეს მისი სრულიად არაპროვოცირებული ნაბიჯი იყო შენს საწინააღმდეგოდ. ეს გამოიყენება იმაში, რომ მომზადდეს საზოგადოებრივი აზრი და განწყობები იმისათვის, რომ შემდეგ კონტრდარტყმა მიაყენო შენს მტერს, რომელსაც დააბრალე, ის რაც არ ჩაუდენია. სწორედ ეს მომზადდა ესპანეთის ომში ამერიკელების მიერ 1898 წლის 25 იანვარს. რა უნდოდა უცხო ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების გემს, USS Maine-ს, საბრძოლო გემს, სამხედრო გემს, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი, ვინც აკონტროლებს კუბას სიტუაციას, კატეგორიული წინააღმდეგია. აშშ ყველას არ ეგონა, რომ საბრძოლო გემის კუბაში გაგზავნა კარგი იდეა იყო. მithumetes დაძაბული სიტუაციის გათვალისწინებით. მაგალითად, რესპუბლიკელი სენატორი მარკ ჰანა ოჰაიოდან აღნიშნავდა, რომ USS Maine-ის ჰავანაში გაგზავნა იყო როგორც აფეთქებად ჭაბურღილში ასანთის ჩაგდება გასართობად. ციტირებთ მას. რა თქმა უნდა, წესიერი ხალხი ამერიკაში ბევრია. 1898 წლის 25 თებერვალს ტროპიკულად ცხელ ღამეს, როდესაც თერმომეტრი 100 გრადუს ფარენჰეიტს მეცაჩვენებდა, არ გეგონოთ რომ 15 თებერვალი, რადგან ზამთარია ჰავანაში, ზამთარი არსებობს. ჰავანა ტროპიკული ქვეყანა, იქ ზამთარი არ არის. ამიტომ ცხელა USS Maine აფეთქდა ჰავანის ნავსადგურში, რითაც 266 ამერიკელი მოქალაქე დაიღუპა. მათ შორის 238 მეზღვაური და 28 მორიგე. ეს შოკი იყო ამერიკელი ხალხისთვის. აი ამიტომ ეს არის სწორედ false flag-ი. აი ამერიკელი ხალხი დაშოკონ, რაც იმპულსურად აღშფოთებასა და მწუხარებას იწვევდა. ჰირცმა იმ ჟურნალისტმა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაუყოვნებლივ დაადანაშაულა ესპანეთი თავდასხმაში და 1898 წლის 20 თებერვალს გამოაქვეყნა ნატეხი აი ამ გემის ნატეხი, სადაც განადგურებული გემი იყო გამოსახული ნიუ-იორკ ჟურნალის სათაურით, როგორ გამოიყურება USS Maine, რომელიცაც ესპანურმა ღალატმა გაანადგურა ჰავანის ნავსადგურში. ეს ნატეხი აბსოლუტურად არ არსებობდა. ანუ თვითონ მოიგონეს, დახატეს. დებით, გაყალბება, რა თქმა უნდა, მეინი ჩაიძირა. ეს იყო სრული ტყუილი, რადგან
ესპანეთს საერთო არაფერი ქონდა US-ის მეინის აფეთქებასთან, საერთოდ, რაც უკვე ჩვენ დღეს ვიცით და არაერთმა გამოძიებამ დაადგინა, მით უმეტ მათ შორის მეინი საერთოდ ამოღებული იქნა სანაპიროდან, თქვა ჩაძირული მეინი ამოვიღეთ და ნახეს ექსპერტებმა თუ რა მოხდა, ამაზე ცოტა მოგვიანებით. ჟურნალისტ ჰირცს არ ატარდებდა ეს კაცო, მან იცოდა რომ ადამიანის ფსიქიკა ძალიან გრძნობიარეა ასეთ ახსნებზე, ასეთ ინფორმაციაზე, განსაკუთრებით კატასტროფის შემდეგ დღეებში. აი ამიტომ არიან ჩასაფრებულები ეს პროპაგანდისტები ყოველგვარ ტრაგედიაზე, აი როდესაც ვერ გავიგეთ ეს ტრაგედიები როგორ იმაშვებიან, ეს ჟურნალისტები, პროპაგანდისტი ჟურნალისტების, სპეცსამსახურების მიერ ნაქირავები ჟურნალისტების ტაქტიკა, რომ ითამაშონ თქვენს ემოციებზე, როგორც აგერ ჟურნალისტმა, ამერიკელმა ჟურნალისტმა ჰირცმა ითამაშა 1898 წელს ამერიკელი ხალხის ემოციურ, ასე ვთქვათ, განწყობებზე და ტრაგედიაზე. იგი ამბობს, რომ ასეთ ინფორმაციებს ისინი იღებენ როგორც ჭეშმარიტ ფაქტებს. მისაღები და ხშირად გამეორებული სიტყვებით მათზე უფრო მეტი შესწავლა არ არის საჭირო. ჰირცმა და ჯოზეფ პულიცერმა შექმნეს გამორჩეული საბრძოლო შეძახილი, ანუ სლოგანი მოიგონეს, გახსოვდეს მეინი, ჯანდაბა ესპანეთს. ანუ ამერიკულად ეს Remember Maine, Hell to Spain. და დარბოდნენ ისინი, ეს ხალხი დარბოდა ესეთი შეძახილებით, აწყობდნენ დემონსტრაციებს. იგივე ხდება ყველა ქვეყანაში. სლოგანებს მოიფიქრებენ, ოლე ოლა დარბიან ვიღაცები იქ არ ვიცი რაღაცა და ეს არის აპრობირებული ტაქტიკა ჯერ კიდევ აგერ მე-19 საუკუნეში. ესპანეთმა შესთავაზა ამის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ყველას საერთო საზოგადოებას გამოძიებას. მიუკერძებული ექსპერტთა ჯგუფი შეუქმნათო, მაგრამ რა თქმა უნდა, აშშ-მ განაცხადა, რომ არ სურდა დამოუკიდებელი გამოძიება. იმ დროს გაზეთები იყო ომის პროპაგანდის გავრცელების ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება, რადგან სმარტფონები, ინტერნეტი, ტელევიზია არ არსებობდა, უმეტესობა ჟურნალისტებს არ შეეძლო საკუთარი აზრის ქონა. ისინი უბრალოდ უნდა დამორჩილებულიყვნენ გაზეთის ნარატივს და ეხლა რატომ ჩაატარებდნენ რამე გამოძიებას. აშშ-ის კონსტიტუციით, მეგობრებო, ომის გამოცხადების უფლებამოსილება მხოლოდ კონგრესს აქვს. 1898 წლის 11 აპრილს მაკინლიმ წარმოთქვა დრამატული სიტყვა და მოითხოვა კონგრესისგან ნებართვა ომში ჩასაბმელად ესპანეთის წინააღმდეგ და მიიღო კიდევაც 19 აპრილს სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ ერთობლივად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა ესპანეთს დაეხია კუბიდან, ანუ გამოსულიყო კუბიდან და აძლევდა პრეზიდენტ მაკინლის ნებისმიერი სამხედრო მოქმედების გამოყენების უფლებას, რათა უზრუნველყო კუბის დამოუკიდებლობა ესპანეთისგან. ასეთი ნარატივით. ეხლა ვნახოთ რა დამოუკიდებლობა უზრუნველყოს. ამის შედეგად 24 აპრილს დაიწყო ომი და ომის მოყვარე ნიუ-იორკ ჟურნალის რედაქტორმა ჰირცმა კმაყოფილებით თქვა, როგორ მოგცემთ ჟურნალის ომი? და რა მოხდა? პრეზიდენტმა მაკინლიმ განაცხადა, რომ ეს იყო ამერიკული სამხედრო ძალებისთვის სასარგებლო ეს ომი, რათა არმიამ და საზღვაო ძალებმა რეალურ ბრძოლაში თავი გამოიჩინონ. 1898 წლის 22 აპრილიდან შეერთებული შტატების სამხედრო გემებმა ბლოკადა მოახდინეს კუბის ყველა პორტზე, რის შედეგადაც ესპანელები მოწყდნენ თავიანთ მომარაგების გზებს. 1898 წლის ივნისში ამერიკულმა ჯარებმა ფეხი დაადგეს კუბაში და დაიწყეს ბრძოლა ესპანეთის წინააღმდეგ. 3 ივლისს სანტიაგო დე კუბას საზღვაო ბრძოლაში ესპანელებმა დაკარგეს მთელი ატლანტის ფლოტი. მომარაგების გარეშე ესპანელები გადარჩენა ვერ შეძლეს კუბის კუნძულზე და დამარცხდნენ ამერიკულ არმიასთან. 25 ივლისს ამერიკულმა ჯარებმა ასევე დაიკავეს პუერტო-რიკოს კუნძული. აი პუერტო-რიკო რა შვეში იყო, არავინ არ იცის. კუბაში არ არის. მიაყოლეს, რომელსაც მართავდნენ ესპანელები. იქ აჯანყება არ იყო კუბელების, ანუ პუერტო-რიკელები არ იყვნენ აჯანყებულები. ხო და ეს კუნძულის დაიკავეს. სწრაფი გამარჯვება მოიპოვა ამერიკამ, 550 ამერიკელი დაიღუპა მხოლოდ
და 1898 წლის 10 დეკემბერს ესპანეთმა და შეერთებულ შტატებმა პარიზში გააფორმეს სამშვიდობო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც კუბა და პუერტო-რიკო ოფიციალურად გახდნენ დამოუკიდებლები ესპანეთისგან და გადაეცა შეერთებული შტატების გავლენის სფეროს. ესპანეთის ძველი კოლონიური ძალა დამცირებულად გრძნობდა თავს, ხოლო მადრიდში განწყობა დაქვეითებული იყო. ამ დროისთვის ვაშინგტონში განწყობა მაღალი იყო და სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰეიმ თქვა, რომ ეს იყო გაბწყინებული პატარა ომი. მადლობა ამ ეტაპზე ყურადღებისთვის, მომავალში გავაგრძელებთ.